მოგესალმები ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. დღეს გამაგრეპლინგი, მორიგი ბრწყინვალე და პირისპირებით გიბრუნდებათ. ორი დაუმარცხებელი გუნდი, რუსთავიდან Black Eagle BJJ და თბილისის გუნდი Grapple Street იგივე Cosa Nostra ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. თუმცა წაგებების გრაფაში ერთ-ერთი მათგანი ნულიანს დაკარგავს. თავარ მოვლენამდე ასევე გვექნება ორი ძალიან მაგარი პრელიმ ფაითი შესახურებლად. თუმცა სანამ გადავალთ უშუალოდ ბრძოლებამდე, გაგაცნობთ გამაგრეპლინგის მსაჯებს. გიორგი ბეგაძე, აპლოდისმენტები თუ შეიძლება. საბა ბეგაძე, აპლოდისმენტები თუ შეიძლება მეგობრებო. და ჩვენი მთავარი მსაჯი შოთა აკულაშვილი. კარგი მეგობრებო, მოდი გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. პირველი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გრეპლერი ლას სამურაიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გამას ტატამზე ელგუჯა ნავროზაშვილი. ელგუჯას დაუპირისპირდება დებიუტანტი გამას ტატამზე. ის წარმოადგენს MMA გუნდს, ჯიგს და გრეპლინგის გუნდს გიმნაზიას. მივესალმოთ ლაშა ვაშალომიძე. მოგესალმებით გამა ფაით ჰოლიდან ვალენტინობას შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ერთმანეთს კიდურები დავამტვრიოთ. ძალიან მაგარი იმედი გვაქვს თქვენთვის. ორი დაუმარცხებელი გუნდი Black Eagle და Cosa Nostra დაეჯახება ერთმანეთს 5-5-ზე რა თქმა უნდა, მაგრამ მანამდე ორი პრელიმინარი, ანუ წინასწარი ბრძოლა ელგუჯა ნავროზაშვილი, ლაშა ვაშალომიძე, გიორგი ჯღამაია, ვასო თვალიაშვილი. ჩემთან ერთად მე გიორგი ბუჩუკური ვარ, ჩემთან ერთად რა თქმა უნდა, თემო მამაცაშვილი დღეს. თემო როგორ ხარ? მოგესალმებით, კარგად გიორგი, მადლობა. გაქვს ვალენტინობის განწყობა? შეხუტები დავიწყეთ, მაგრამ თავზე შეახდა და ჩამოაცურეს. სუსტად ვალენტინობის თემატიკა არის. ერთ-ერთში მიყვებით. თუ დღეს ვალენტინობას გამაფაით ჰოლში ელგუჯამ დანებდა. ეკარის ნავროზაშვილის სასწავლო სწრაფი გამარჯვება ერთს მოასწარეთ ამ ხალხის გაცნობა თქვენთვის. ნავროზაშვილის სულპნიური გამას იუეთიდან არის ჩვენთან ერთად გამა გრეპლინგზე რამდენჯერმე არის გამოსული, ქორია წაგებებიც, გამარჯვებებიც, მაგრამ დღეს ძალიან მაგარი უსწრაფესი გამარჯვება მოიპოვა მან. ვალენტინობაზე საუბარი ვერ დავასრულეთ და ვერც მებრძოლებზე რაც თავარია, თორე ვალენტინობას ვინ შევის. პრელიმინარი ბრძოლა დასრულდა რამდენ წამში? შეიძლება რეკორდი იყო. გამარჯვებული ჰილ ჰუკით ელგუჯა ნავროზაშვილი. უოცავთ ელგუჯას გამარჯვებას. ელგუჯამ დაგვირდა პრესკონფერენციაზე, რომ მას რამდენიმე სიურპრიზი ჰქონდა ჩვენთვის გამზადებული და ამაზე მაგარი სიურპრიზი დღეს ვერ გვაჩვენებ და ყვავილებს გვირჩევნია ჰილ ჰუკები. მადლობა ელგუჯას. ელგუჯა გილოს აქვს წინვალე გამარჯვებას. ძალიან მალე დაასრულე ბრძოლა. რა სიტყვი, რას ელოდებოდი და რა დაგხვდა რო გვითხრა. პირველ რიგში მადლობა ყველას, მადლობა გამას ორგანიზატორებს, რომ გვაძლევთ ესეთ შანსს, რომ ჩვენი საყვარელი საქმე ვაკეთოთ აქ ამდენ ხალხში. მეორე რიგში მადლობა ჩემო გულშემატკივრებო და ყველა მოსულო ხალხო, ვინც რომ დრო გამონახეთ და მოხვედით რა. კიდე ერთი რამდენი წელია სპორტში ვარ და დღეს პირველად არის დედაჩემი ჩემთან ერთად. მიყვარხარ დედა, არც თუ ისე საშიში ყოფილა. და კიდე რა Black Eagle მე დავიწყე გამარჯვები და თქვენ დაასრულეთ ეს ივენთი მოგებით. წარმატებები თქვენთანავარ. მადლობა დიდი ლუკა. გავაცილოთ ელგუჯა ნავროზაშვილი. ელგუჯას უოცავთ გამარჯვებას. ელგუჯა სამურაის სახელითაც გამოსულა ჯგუფურ ფორმატში და დღეს აი ესე პრელიმინარი ბრძოლაში კროსი ჰუკით გაიმარჯვა ელგუჯამ საკმაოდ სწრაფად. გადავიდეთ მეგობრებო შემდეგ დაპირისპირებაზე. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გამა გრეპლინგის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი, უკვე საკმაოდ გამოცდილი ლოკენჩაუკის წარმომადგენელი ვასო თვალიაშვილი. ვასო თვალიაშვილმა დაგვამახსოვრა თავი ძალიან მაგარი ბრძოლა ქონდა წინა ივენთზე.
ეს ბიჭი თავისი თავდაჯერებულობით გამოირჩევა, არა მხოლოდ თავდაჯერებულობით, თავის ტექნიკით, სისწრაფით. ძალიან კარგი საყურებელია მის მაჩები და დღეს საკმაოდ რთული ბრძოლა. ლასოს დაუპირისპირდება დებიუტანტი გამას სპიჩში. ის წარმოადგენს MMA-ის გუნდ ჩემპიონთა აკადემიას და გრეპლინგის გუნდს ლეგიონს. მივესალმოთ გიორგი ჯღამაია. გიორგი ჯღამაია ძალიან ბევრი ტურნირი აქვს ამ ადამიანს მოგებული MMA-შიც მოღვაწეობს და თემო შენ კარგად იცნობ გიოს, იმიტომ რომ შენს დარბაზში ლეგიონში ვარჯიშობს. კი, ძალიან პერსპექტიული ბიჭია გიორგი. პირველად ეხება პროფესიონალურ დონეზე ესეთი გამოცდილება, თუმცა ძალიან როგორც ახსენე გიორგი ბევრი ტიტული აქვს მოგებული უკვე თეთრ და ლურჯ ხამრებში. ბოლოს ADCC-ის საქართველოს მოიგო ჩემპიონატი. ნაგა ევროპის ჩემპიონი, გრეპლინგ ინდუსტრიის ფორტისი ორჯერ. სიუათე გითხრათ გიორგისთან მეც მაქვს ნაჭიდაობები. ნაჭიდაობები რა? დამჩაგრა. მომახრჩო. ძალიან სწრაფი და აგრესიული, აი როგორ ეცი? არ ყოფილა კარგი ადამიანი. MMA მშვენიერი ადამიანია მე დაგითხრათ. რამდენიმე წელი ამასთან, ანუ ყურებას ლეგიონში როგორ ვითარდება და ძალიან შთამბეჭდავია მისი პროგრესი. თვალიაშვილი სერიოზული ოპონენტია, მისთვის თვალიაშვილი უფრო გამოცდილია, შეხედეთ. ეგრევე. ნუ გამაში არის უფრო გამოცდილი, თუმცა ზოგადად გამას პიცო საუბრობ. ვერ ვიტყოდი რომ ბევრად უფრო გამოცდილი არის. ორი აი მართლა ახლო ისეთი კარგი ბრძოლაა ეს. ახლო ბრძოლაა, სადაც ორივე მებრძოლს თავის შანსები აქვს. ძალიან საინტერესოა თქვა გიორგი, მიქიდან გამომდინარე რომ თვალიაშვილის ბრძოლა, წინა ბრძოლა გაგრძელდა თითქმის 14 წუთი. გიორგიმ თქვა რომ ეს თუ 6 წუთში ვერ მოიგებს ის, ანუ ძირითად დროში თუ ვერ მოიგებს და სამშენი თუ ვერ მოიგებს ის არ ჩათვლის თავს გამარჯვებულად. ძალიან ბევრს თხოვს ეს ადამიანი თავის თავს ზოგადად ესეთი. ნუ დიდად დავითანხმები მაგ მიდგომას. გამარჯობა. მე თუ მეტეს თვალიაშვილის წინააღმდეგ. კი, ანუ გამარჯობა, თუმცა აქ ოვერთაიმში მაინც სამშენი თუნდა მორჩეს ასე თუ ისე. მაგრამ ნუ ეძებს რეგულაციაში დასრულებას თავარ დროში. ახლა საინტერესოა. კი, საკმაოდ ჰაიგარდი აქვს, კაი ამბარები აქვს გიორგის. პოზიციურად ახლოსაც არის უბრალოდ. აი დაუბლოკა ეხა ხარი. ეხა აქ შემოდის თამაში გამას ფითი კედლები, სადაც ჩატრიალება უჭირს ეხა გიორგის. გაუჭირდა ხელი. ანბარით მოგებას დაპირდა ზუსტად და ვასაუბრობ რომ არ დავთქვა ჯობია სანტიკო მომატეხო. ჯობია სანტიკო რომ მომარი ეხა ეს ყველაფერი. ხელი რა დღესში არის ერთო ჩემო. არ დავთაფაო, ვასო შანსი არ არის არ დავთაფაო რომ მომატეხო. გაუგრეო საგამრებო. როგორ დღესში არის ხელი ღმერთო ჩემ. ხელი აქ დამთავრებულია ეს ზოლა. ვაიმე, მას შეასრულა, ასაც დაყვირდა, ეს შეასრულა, ვასო არ და არ შეიძლება მეგობრებო, აი ესე. არ შეიძლება, ხელი აღარა აქვს. იმიტომ რომ თვალიაშვილი და მინდა რომ მიჭიდაოს ყოველ შაბათს. და ეხლა იმით რომ მან არ დათაფა არ ვიცი და ჯერ ამის მომკურნალობა არის. თემო გთხოვ გამეორებაზე ნახოთ ეგრევე მიანარცხა. არ ვიცი რა. არ არის საჭირო ამ ლურჯი ხამრები არიან, არ არის რაღაც ესეთი თავგანწირვა ზედმე და საჭირო, როდესაც სამიშენია, პატივი უნდა წე სამიშენს და დანებდე. თუ გააქვს შანსი რომ გამოხვიდე, კი ბატონო გამოდი, მაგრამ როდესაც ხელი მოგტყდა და ყდება, წარმოუდგენელი რამეა რომ აქედან არ ვიცი. ხმა მაინც ამ თვალიაშვილი რანაირ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე შეძლებს ის დაგვიბრუნდეს, ეს უბრალოდ არის სიგიჟე. პრესკონფერენციას ვინც უყურეთ, გამაგრეპლინგის პრესკონფერენციას ვინც უყურეთ, ზუსტად ამაზე იყო საუბარი, რომ გიორგი დაპირდა. გამარჯვებული ანბარით გიორგი ჯღამაია. და ვასაუბრობ რომ იმედია მზად ხარ რომ ხელი წაიღო სახლში, რადგან მე არ დავთაფა, არ დავნებდები. მოდი გიორგის მოусმინოთ. გიორგი გილოსა, წინვალე დებიუტი იყო, როგორ შეაფასებდი? მაყოფილი ხარ თუ არა შენი თავი? გამარჯობა ყველას. მადლობა ყველას მობრძანებისთვის. მადლობა გუნდებს გადაუხადო ჩემსას ლეგიონს და
ჩემპიონთა აკადემიას, მათ მწვრთნელებს ასევე. ისინი რო არა მე ასეთ ლამაზ სანახაობას ვერ შემოგთავაზებდით. როგორც წინა პრესკონფერენციაზე ვახსენე, რომ მე იდეაში არ მინდოდა მოტეხვა ხელი. მოტყდა. თქვა რომ მე არ ვთეფავ. მე ვცადე რომ მეთქი დათეფავს მალე. გარჩი რომ მყავდა და არ ბარს უკეთებდი. ჩემი სიაში მეორე ხელი მოტეხილი არის. ჩაულებრივად, 21-ში ხა ივენთი როა, სამსხვართ ვერ მიიღებს მონაწილეობას. მინდა ლოკენ შოუს მიმართო შემიძლია ინგლისურად თქვა. Hey Nikolai, your guy is demolished, destroyed. I took his hand. You have to find another guy to defeat them. You can't even win. Legion will destroy you. დებიუტი ბრწყინვალე იყო, გვაინტერესებს, უნდა გელოდოთ თუ არა კვლავ გამას სტატამში და ყავს თუ არა ვინმე კონკრეტული, ვისთანაც გინდა შენი თავის ნახვა. ეხლა რო პრესკონფერენცია იყო, მე ავად ვიყავი, კარგად არ ვიყავი ჯამრთელად. როგორც კი კარგად ვიქნები, აუცილებლად 2-3 თვე მაქსიმუმ და პრობლემა არა, კიდე მოვიგებ აქ, ჩემს პრობლემა არა. როცა გუშინოს და ჩვენად მქონდა სიცხე და ვერ ვივარჯიშე, მაგამდეც ესე ვიყავი და მაინც მოვიგე და რომ მომემზადები ვაფშე სასწაულებს ვიზავ, ეს არაფერი არის. ნებისმიერთვის მზად ხარ ესე იგი. კარგით, გავაცილოთ მეგობრებო, ბრწყინვალე პერფორმანსი, გიორგი ჭღამაია. ძალიან სწრაფად გავიარეთ პრელიმინარი კარტი და ეხლა გადავდივართ დასკვნით ეტაპზე, გუნდი გუნდზე. ეხლა იწყება მთავარი სანახაობა, მეგობრებო. გუნდური დაპირისპირებებისთვის. მზად ხართ? დავიწყოთ გუნდების წარდგენა. პირველ რიგში Black Eagle BJJ's ერთ-ერთი გრეპლერი გიორგი გამყრელიძე. Black Eagle BJJ რუსთავის გუნდი ამიკო სვიმონიშვილის თავკაცობით, მეთაურობით ვიხილავთ მას, დაამარცხეს Last Samurai ბოლო გამოსვლაზე გამაგრეპლინგის ფიცზე და დამარცხებები არიან ამ ფორმატში. შემდეგი Black Eagle BJJ-ის წარმომადგენელი ლურჯი კამარი და Black Eagle BJJ-ში ბავშვების მწვრთნელი ლევან ყოლბაია. შევეგებოთ მეგობრებო მებრძოლი. ახლად დამატებული წევრი Black Eagle-ის. ისე საინტერესოა Black Eagle-ი თეთრი ფორმებით რომ გამოდის. გასვლითი მატჩი ვიზარდა. გუნდის შემდეგი წევრი, ყველასთვის კარგად ნაცნობი, გამას პიძე ხშირად ნამყოფი ლურჯი კამარი გიგი სიჭინავა. სიჭინავაც ნახეთ Last Samurai-სთან და არა მხოლოდ Last Samurai-სთან. შემდეგი გამაგრეპლინგის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ლურჯი კამარი ნიკა მუშკუდიანი. ნიკა მუშკუდიანი არის აბსოლუტური მონსტრი. Last Samurai 3 წევრი გაუგდო მან ზედიზედ. დღეს ერთი სულ უნდა ნახო თუ როგორ დაალაგდება მეჩაფები, ვის დაეჯახება მუშკუდიანი. და მეგობრებო, ერთ-ერთი ყველაზე საშიში კაცი გამაგრეპლინგში Black Eagle BJJ-ის კაპიტანი და დამფუძნებელი ამიკო სვიმონიშვილი. ამიკო აბსოლუტური ბულდოზერია, ეს კაცი ძალიან ბევრს აკეთებს გრეპლინგისთვის, რუსთავში გრეპლინგის სცენისთვის რუსთავში street workout-ერი, რომელიც 10 წლის წინ ფაქტიურად ჩაერთო გრეპლინგში და ეხა უკვე თავისი გუნდით არის წარმოდგენილი. Black Eagles დაუპირისპირდება კოზა ნოსტრა და ვიხმობ მათ მონაწილეებს. პირველი გამას მაყურებლებისთვის ცნობილი როგორც Black Belt Slayer-ი, აწუკვე ლურჯი კამარი გიორგი ჭიჭინაძე. გიორგი ჭიჭინაძე, რომელმაც ტაისონის დამარცხება შეძლო ბოლოს ლეგიონთან დაპირისპირებაში, კოზა ნოსტრა სწორედ ლეგიონის დანზე გამარჯვების შემდეგ გადავიდა ფინალში. ლეგიონის ჯახს ვიხილავთ 21 თებერვალს. ლეგიონის და კოზა ნოსტრა ჯახი იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამაგრეპლინგის ისტორიაში ზოგადად. გამას ზოგადად. მაყურებლებისთვის ცნობილი ისპერი კამარი, წვრთნელი თამაზ
ამარიანი. თაზო ამარიანი და თაზო შენთვის გასაგონად ვიძახი რომ მესმის. ვიცი რომ შენ ასწავლე და აჩვენე პირველი ლეგლოქი ამიკოს და გაღიარე. ნახოთ დღეს რას ისე. წარმატებები. შემდეგი წევრი ასევე საკმაოდ ცნობილი მებრძოლი. კოზანოსტრას ერთ-ერთი მწვრთნელი, ლურჯი კამარი, გაბრიელ ბარამია. გაბრიელი თავისუფალი სტილი ჭიდაობიდან არის გადმოსული გრეპლინგში, მან გაფრინდა. აპკაც უყვარს ფრენა, მაგრამ წინაზე ცოტა შარში გახვია ფრენა, იმიტომ რომ დაარმბარა ორხარახიმოვმა. მას შემდეგ რაც სლემისა და დღეს ნახოთ როგორ გამოვა ის. ძალიან მაგარი ჯახი გველოდება, ხახო ნახეთ რა ხალხი შემდეგი ასევე გასპიჩ. ერთ-ერთი ძალიან საშიში კაცი. შავი კამარი უკრაინიდან, რომელიც ამ ფერს უკვე მე-7 წელია ფლობს. ვლად პალიანსკი. ივასალო. ვლად პალიანსკი შავი კამარი, 7 შავი კამარი. თითქმის ყველა შავი კამარი 7-ია იდეაში, მაგრამ ყველა 7 ადამიანი შავი კამარი არ არის თემი. და ბოლოს თამამად ვიტყვი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლი გამაგრეპლინგიდან. კოზანოსტრას კაპიტანი, აწუკვე ყავისფერი კამარი, ნიკოლოზ ბეკუა. ნიკოლოზ ბეკუამ ყავისფერი კამარი შემოიღო, მაგრამ თავად არ აღიარებს კამერების სისტემას და ამბობს რომ ისინი მხოლოდ შარლოს დასაჭერად არის საჭირო. ჯიუჩუს კამარი შარლოს არ იჭერს. მხოლოდ მზერას. კარგი, ახლა ვიხმობ თუ შეიძლება კაპიტნებს, ამიკო რომ მობრძანდეს და ნიკა თუ შეიძლება ერპოდები გამოიღოს ყური და ჯობია და მივიდეს ჯიცელ ლუკას კლასიკურად ვინ დაიწყებს. არა. შენ იქნები ამიკო საფასური. ნიკო, შენ იქნები გერბი. ავაგდოთ. გამარჯვებულია ამიკოს გუნდი. ამიტომ ნიკოლოზი გაგაწყვეტს ვინ გამოვა პირველი. პირველი კოზანოსტრადან გამოვა Black Belt Slayer-ი გიორგი ჭიჭინაძე. გიორგი ჭიჭინაძე დაიწყებს კოზანოსტრადან, ნახოთ ვის დაუპირისპირებს ამიკო. თვითონ ხო არ ჩება. face-off-ი უნდა გავაკეთოთ. თუ შენ საღამო გველოდება. Let's go. ნიკას გაუკვირდა და ნეტა ამიკო კაბაში რომ არ არის გამოწყობილი. კარგი, მეგობრებო. ახლა Black Eagles კაპიტანმა ამიკომ მითხრას ვინ დაუპირისპირდება გიორგის? სულ რომ საღამოს კაპიტანი უშიშარი კაცი გიგი სიჭინავა. მაინც ძალიან საშიშია ამიკო სიმონიშვილი. გიორგი ჭიჭინაძეს დაუპირისპირდება გიგი სიჭინავა. დაიგლეს ამ გუნდმა არ ვიცი კოზანოსტრამ ამ შემადგენლობამ. ხო, ამ წინა ბრძოლაში ასე ვთქვათ, გუნდურში 15 კილოთ მეტი იყო და ხო, წონები არ გამოუცხადებიან, მაგრამ უწვალი. წონები არ გამოუცხადებიან სამწუხაროდ, მაგრამ ჭიჭინაძე სიჭინავას წინააღმდეგ მე კიდევ გეტყვით რომ ეს ორი გუნდი ერთმანეთს შეხვედრილია, ოღონდ გიმნაზია კვინტეტზე, მაშინ მოიგო კოზანოსტრამ, მაგრამ სულ სხვა პრაქტიკა, სულ სხვა ხო, ორივე გუნდების სახელები იყო ერთი სხვა შემადგენლობები. ორი ადამიანია იგივე, მხოლოდ და მხოლოდ თუ არ ვცდები ხო, ალბათ რამოდენიმე ორი ალბათ ერთ და იგივე. ახლა იქ მანდერჰუკი აქვს საკმაოდ ჭიჭინაძეს და ცდილობს ზეწოლის განხორციელებას. ხომ წესები შევახსენოთ თემო მაყურებას 6 წუთიანი რაუნდები, ძირითადი დრო არის 6 წუთიანი, თუ გადავედით დამატებით დროში, იქ უკვე უპირატესობა ვინც მოიპოვა პოზიციური ჭიდაობით, საჯების თვალში, ის ადამიანი მიიღებს უპირატეს პოზიციას. კი ბატონო, გუნდურში მაგას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მარტო გამარჯვებულს ეძლევა, რაც ღირს მოგებათ, ასე ვთქვათ. ინდივიდუალურში იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რიგრიგობით მიდიან მაინც overtime-ში შეტევებზე. ეხლა ფულგარჩი ჩასვა სიჭინავა ჭიჭინაძე. თუმცა ნუ აი საფრთხე რამდენად შეუძლია იქნა შექმნას
მეგობრებო, გავამხნევოთ მებრძოლები, თუ შეიძლება. სიჩინა უფრო ლეგლოკერი არის, შესაბამისად, ფულგარდიდან ლეგლოკების ბევრი ვარიანტი არ არის. თოჰოლდები. თოჰოლდებზე რა სიტყვით? თოჰოლდი ფულგარდიდან? ან ზევიდან შეიძლება კი, ქვევიდან თუ არ გახსენი და შეცვალა პოზიცია ვერ გააკეთე. გაცდა საკმაოდ მარტივად ჭიჭინაძე. რა თუ არ ვწდები არასდროს უკეთიათ ფეხზე სამაჯურები ასე ვთქვათ, ხო? წითელი კუთხე. ხო, პრინციპში კი. სიჭინავას პირველი გამოვიდა წილად გიგილ. და ახატია ლურჯი. არ აგრიოთ ამან მოკლედ. როგორ არ უნდა აგრიოთ ახლა პრინციპში, მაგრამ ძალიან არ აგრიოთ. ძალიან არ აგრიოთ. ზემოდან არის ჭიჭინაძე, ბლეკ იგლის წარმომადგენელი. ხო, მე ხა რეალურ პოზიციურად ვერაფერს ვერ უპირისპირებს სიჭინავა. ჭიჭინაძეს, ბოდიში, ჭიჭინაძე, ყოზანოს წარმომადგენელი არის ზემოდან. კი ბატონო. თუმცა რა თქმა უნდა, ჭიჭინაძე მაინც უნდა ეძებოს, ასე თქვათ, საშუალება რომ შეუტიოს ამ სამიშენში, თუმცა კაი რიქაური გააკეთა ახლა. გავამხნევოთ მებრძოლები, ნახევარი დრო გავიდა უკვე. ვიცილობდა ახლა შეეკავებინა მეტოქის ისვა, მაგრამ მაუნტზე გადადის ძალიან მარტივად. ხელი შეტანას ცდილობს. იკაპს ქვეშ არ გამოუვიდა. ხელის უნდა რომ ააწევნოს, ხელის იზოლირება მოახდინოს. ჭიჭინაძე რაც ნუ რა თქმა უნდა სწორი არის. ხრით წნეხის სახეზე. თითებით წისვლა არის ერთ-ერთი პირველი ამასაც გასწავლიან, როცა ხელის აწევა გინდა, ისე რომ არ ელოდებით ისე კარგად მუშაობს ეს მეთოდი მეტოქისთვის ხელის ზევით ასაწევად. კი უბრალოდ თავიც უნდა გააყოლო, ხა კორპუსს არ ატანს ისე როგორც უნდა დაატანოს ჭიჭინაძე, თუმცა ასევე გიგისაც უნდა მიუცეთ, ასე ვთქვათ, კრედიტი, რომ კარგად ახერხებს ხელის დაცვას და იცის, რასაც ცდილობს კი, ჩაკეტა ახლა სიჭინაო. ყველაფერი ჩაკეტა ფაქტიურად კისერთან მისასვლელი გზებით ჩაკეტა, ხელები ერთმანეთთან გადაჯაჭვული, რომ ვერ შეძლოს მეტოქემ ხელის გაშლა, იზოლირება. ნე ახლა ფაქტიურად წუთი და 20 წამი ჰაი მაუნტი აქვს, არის შანსი რომ ეს მაუნტში გადავიდეს და შეუტიოს ანბარს. ანბარი აღარ მიხსენო დღეს გთხოვ. მეც მაგ დღეში ვარ. ანდათაფეთ. ცდილობს აი ბიცეპსი, კი ტრიცეპსიდან წამოიოს ხელი და უკვე კუთხე მიცეს. ჭიჭინაძე. რა არ მინახავს თემა მოტეხილი ფეხები, ხელები ამის გადავკიდე, მაგრამ მაინც არ მარტივდება, ბარზე გადადის ეგრევე ბარზე უტოს, მაგრამ შეიტანა. თავი შეიტანა მარტივად სიჭინავამ. ძალიან არასასიამოვნო სანახავია ზოგადად, როდესაც ახალგაზრდა ბიჭია და ეხა ეგ ტრავმა საკმაოდ დიდი ხანი გამოდიშავს თამაშიდან და არ არის კაი სანახავი ნამდვილად იმის მიუხედავად, რომ ჩემი გუნდის წარმომადგენელი იყო არის გამოვიდა ნამდვილად ტრავმის ნახვა ძალიან უსიამოვნოა. რა თქმა უნდა. მებრძოლებს საფრთხეობა არის ნომერ პირველი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიღაცას მატჩი დასრულდა ფრედ. ახლა კი უნდა დავაოდოთ საჯების გადაწყვეტილებას თუ ვინ მიიღებს დომინანტურ პოზიციას.
ოვერტაიმამდე გავამხნევოთ მებრძოლები, მეგობრებო. და ამ საჯების განხორციელება დომინანტური პოზიცია მიენიჭა გიორგი ჭიჭინაძეს. ახლა ის დაიწყებს ზურგიდან, ხო თუ გიგი დაიცავს ორივე მებრძოლი დაგვტოვებს. და კარგი არის. მარტო მე რომ დამენახა ეს. უპირატესობა ჭიჭინაძის უპირატესობა. შორს მჭრეტელი გიორგიოში შენ დაგნიშნავდით საჯად. იყოს. წავედით, ზურგი აირჩია. ჭიჭინაძემ, კი ბატონო, გასწორდა, ეხა უკვე ფერებიც გასწორდა, მადლობა. ეხა უნდა მოახჩეს წუთნახევრის განმავლობაში და არ უნდა დაკარგოს პოზიცია ჭიჭინაძემ. თუმცა სიჭინაოს დაცვა უნდა შევაქოთ. და საკმაოდ კარგად გამოიყურება ეს ბიჭი, ასე რომ პირზე აფარებს ხელს შეხედეთ. მაუნდს გადაურჩა, ზურგს ამდენად გადაურჩება, ვნახოთ. აღებულ ზურგს. ტანზე სამკუთხედი აქვს შეკრული, საკმაოდ რთულია სამკუთხედიდან გამოძრომა. 50 წამი დამატებითი დროის დასრულებამდე, პირველი დამატებითი დროის დასრულებამდე. ოცდახუთი წამი რჩება ეხა. გიორგის რომ დაასრულოს ეს ბრძოლა, თუ არა და ორივე გავარდებიან. ვერ ძალიან პასიურობს ის. 15 წამი გავამხნევოთ, მეგობრებო. ორიენტირებული და როგორც ჩანს მისი მიზანი უბრალოდ არის ის რომ არ მოუგონ, არ დაასალმონ. ეხა ამ მომენტში ეგ არის ყველაზე ოპტიმალური მიზანი, რაც შეაქონდეს. თუ წაგებულია ისედაც ბრძოლა და თვითონ ვეღარ დარჩება. ბატონო. სტაშთან მივიდნენ მებრძოლები თუ შეიძლება. ამ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებული არ გამოვლინდა, გვაქვს ფრე. გამარჯვებული არ გამოვლინდა, გვაქვს ფრე და ორივე მებრძოლი დატოვებს გამას სპიდს. გამას წესებით ეს ბრძოლა არის ფრე. ორივე დატოვებს რინგს და შემოვა ახალი სისხლი. ეხლა Black Eagle-ის კაპიტანი ამიკო სვიმონიშვილი გვეტყვის, ვინ შემოვა გამას სპიდზე? უკვე ვიცით. და გამას სპიდზე ვხედავთ დებიუტანტი ლევან ყოლბაია, რომელსაც დაუპირისპირდება თამაზ ამარიანი, ძალიან გამოსტილი მებრძოლი. პირდაპირ თაზო დაეჯახება. თაზო დახვირდა რომ ფეხს წაიღებს სახლში. იდეაში Black Eagle-მა აჩუქა ფეხს. ახლა იღებენ მიდითებას მებრძოლები, თუმცა ლევანი უკვე ელოდება თაზოს და იწყება ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა. პირდაპირ გაგებით მანეკენის ფეხი აჩუქეს ნიკავეკოას. ჩემი აზრით ეს შეცდომა იყო, იმიტომ რომ გაატანეს ფეხი, რაც ჯუჯიტსუში იმას ნიშნავს, რომ ფეხი მომაწვეს და დაკარგეს. მაგრამ სხვების სტრეს ტოლკში მე არ ვერევი და ნურც ნურავი ჩაერევა ჩემს სტრეს ტოლკშიო. უთქვამთ. გამოდიდი ისა. ფეხზე მიდის ჭიდაობა ჯერჯერობით. თაზოს ფიზიკა ძალიან გაუმჯობესებულია ზოგადად. ყოლბაიაზე ბევრი რამე გრაპლინგში არ ვიცით. რამდენად გამოცდილია. არც თუ ესე დიდი ხანია ვარჯიშობს ეს ადამიანი და ჩემი აზრით, ჩემი მოგზაურებული აზრით, თემბაქ საუკეთესო ვარიანტი იქნება რომ ორივე გავარდეს, გააკეთოს ის რაც გააკეთა სიჭინაო. ნუ შესაძლოა კი რამდენად ბევრი რამე არ ვიცით, მაგრამ აი ვერ ხვდები თაზო, თქვათ ეხა რატო ეჭიდავება. ალბათ ყველაზე ოპტიმალური იქნება რომ გარდი გაჭიმოს მისთვის და ის დრო გამოიყენოს შეტევებში. კი ბატონო. თაზო ვორიორში ავარჯიშებს ხალხს. თუ გაინტერესებთ ამ ადამიანთან ვარჯიში, შეგიძლიათ მიმართოთ, საკმაოდ კარგი მწვრთნელია.
ხო, რაღაც ვერ თავისთვის სასურველი ჩავლება ვერ აიღოთ ეს. რეფერი გაისაუბრება ახლა. დიდი ალბათობით უნდა შეწყვიტონ. თავები შეჯახება ერთმანეთთან ძალიან არ დაჯახონ ერთმანეთს და მეორე რამე უნდა მოიმოქმედონ. უბრალოდ ესე ჩიქებივით თავებით ერთმანეთზე მიწოლა. საერთოდ არ გვესმის ჩვენ რეფერის უბრალოდ ვარაუდობთ რა უთხრა მან. მე რას ვეტყოდი? იყო ეს რუბრიკა. 4 წუთი 4:12-ია დარჩენილი ძირითადი დროის დასრულებამდე. ეხა ეს ისეთი ბრძოლა ჯერჯერობით და ეხლა რომ შეწყდეს უპირატესობა ვის აქვს არ ვიცით. ნუ ოდნა უპირატესობა თაზოს, იმიტომ რომ უკან დგავს ნაბიჯს კოლბაია. ეს დონეზე თაზო აკონტროლებს ეხა ფეხზე ბრძოლას, თუმცა დიდი უპირატესობა ბუნებრივი არ აქვს. ბატონო. ზომაში ეხა როგორც ხედავთ, რეპერები მხოლოდ მიწაზე არ ხედავ, მეგობრებო, ჭიდაობთ დგომში. დრო უნდა დავაპაუზოთ. თავად არ ვიცი ხა ეს როგორ გადაწყდა, მაგრამ შეიძლება დათანხმდა. აღარ ჭიდაობთ დგომში. აღარ ჭიდაობთ დგომში. ჭიდაობდით და აღარ ჭიდაობთ. აკაც თავები. ხა ნახევარ ჭიდაობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თაზო ეძებს ფეხს. ზუსტად 3 წუთია დარჩენილი ძირითადი დროის დასრულებამდე. ხა რეალურად ეს 3 წუთი ნაწილობრივ დაიკარგა, ხო? იმიტომ რომ სულ 6 წუთი აქვს დაასრულა ბრძოლა. თან აქ ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორი. ძალიან საინტერესო სტრატეგიით არის Black Eagle თემა. გონი შენც ამჩნევ. ტრენდს. პირველი არ იცოდნენ ვინ გამოვიდოდა, მაგრამ პირველი ვინც არ უნდა გამოსულიყო იმის გამოთიშვაზე ორიენტირებული და ეხლა თაზოს გამოთიშვაზე არიან ორიენტირებული, რამენად არ დასაბუთებია. მაგას ხო თაზომ კონექშენი უნდა შექმნას. თუ არ შექმნა სხეულით კონექშენი, გარდი არ გაჭიმა და არ შეეცადა რომ დაუახლოვდეს თავის ოპონენტს და ასე სხეულის სამწეთით შეეხოს. ეგრევე წამოხდება რა თქმა უნდა ყოველდღე. ეს არის მისი სტრატეგია. ეხლა ამიტოს სახეს ვერ ხედავთ, მაგრამ აი ბოროტი გმირები რო არიან ფილმებში, ხო იცი ეგ უყურე ეს თავის სტრატეგია როგორ მუშაობს. I see you bro. I see you. ეგრევე ბახიარდასავასობაში. 2 წუთი რჩება დაახლოებით რომ რამე შექმნას მაუნთი. გალიასთან მიწოვაცადა და გამოტრიალება ყოლბაია, მაგრამ არ გამოუვიდა. ეხა ისევ და ისევ შეხედეთ აი ხელები როგორ აქვს ერთმანეთთან ჩახუტებული, გადაჯაჭული ერთმანეთზე იმისთვის რომ ვერ გაუხსნას თაზომ კიდურები. და წამოდგა ფეხს. საკმაოდ მარტივად ფეხზე წამოდგომა საკმაოდ მარტივად ახერხებს ყოლბაია. ვაეუბნებოდნენ რომ ფეხზე შეუტიო მაუნთიდან არის გადასვლები ფეხზე, თუმცა თაზო იქნებოდა მაგისთვისად. ნიკას შეძახილები გესმით ცოტა უკმაყოფილოა. მოვლენების გამეთარებით ნიკა ვეკუას გულისხმობ. შედარებით ამ ჩამშლელს თამაშობს ახლა ბუნებრივია როგორც ვივარაუდეთ და ვისაუბრეთ ყოლბაია. მაგრამ ეს არის ანუ ამ ფორმატში სტრატეგიასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინ ვის წინააღმდეგ არის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს დამატებით ხიბლს მაგას. ხო, გასართობ ფორმატი არის, რაც შეშეთქვაშ მუშაობს. გასართობი. გილეტინაზე უწევს თაზო. გალია გამოიყენა, გალია რა. პიტი გამოიყენა იმის თუ გადატრიალებულიყო ყოლბაია. 50 წამი რჩება, თუმცა დიდი ალბათობით თაზო მიიღებს უპირატესობას და ექნება შეტევის საშუალებაც სავარაუდო ზურგიდან.
9 წამი. ხელის დატყვევებაცა და მოხდა არ გამოვიდა. თავს უბრალოდ ფეხს უნდა გასცდეს თავს თორე ხა მაქს სიგრძე ასეთი განსხვავებაც არ არის სიმაღლეს შორის ამ მებრძოლს სიმაღლეში ამ მებრძოლს შორის რომ 15 წამი თავს საფრთხე მაღალი არის მაინც. ხო უბრალოდ სტება მაგრამ ნუ მუხლეცან შეტანა გამოყენება სეჯოში რა. ხელს მუხლით თვითონ ვერ დაუტყვევდა იდეაში ვერ მიძდა მაგრამ აი ხა ისე პოზიციური უპრატესობა მოიგო. რა თქმა უნდა ეხა დომინიორი ძალიან დაძაბული შეხვედრა. ჯერჯერობით გამარჯვებული არ გამოვლინდა. ველოდებით საჯების განაწყვეტილებას. საჯებმა დომინანტური პოზიცია მიანიჭეს თამაზ ამარიანს, რომელიც ზურგიდან დაიწყებს ახლა შეტევას. კი ბატონო, თაზო ამარიანი იღებს დომინანტურ პოზიციას. ზურგიდან შეუტევს ყოლბაიას, ნახოთ ყოლბაია. გამგრევთ მებრძოლები მეგობრებო. წავედი, წოთნახევარი. ამარიანს იმისთვის რომ მოიგოს ეს ჯახი და დარჩეს პიჩი. გამოუძურა ყოლბაია, ბრავო! საბოლოოდ გამოძურა ზურგიდან. და ზედიზედ მეორე შეხვედრა გვაქვს ფრენ, მეგობრებო, ძალიან დაძაბული დაპირისპირება გვაქვს. ბრავო! ჯერჯერობით ეს შეხვედრაც დასრულდა. ფრედ და გამარჯვებული ისევ არ გამოვლინდა. რა ხდება ბიჭი? ისეთი დაძაბულობა. ახალგაზრდებით ნიკავეკოას და ნიკავეკოა გვეტყვის თუ ვინ გამოვა და თვითონ კაპიტანი ნიკავეკოა მეგობრებო, რომელსაც დაუპირისპირდება დებიუტანტი გიორგი გამყრელიძე. ვეკოა გამყრელიძეს წინააღმდეგ. კაპიტანი შემოვიდა საქმეში. ვეკოა გამყრელიძეს წინააღმდეგ. კოზანოსტრას კაპიტანი, დებიუტანტი კრეპლერის წინააღმდეგ. გამყრელიძე სხვა შორის არ ვიცი. ბატონო გორიორი კამარია, მაგრამ ADCC-ის საქართველოს ფინალში გასული. ექსპერტ დივიზიაში. What? თავად შეუტია, ფეხზე შეუტია. ფეხზე უტევს გამყრელიძე. ორივე ლეგლოკერი არის რეალურად. მათი უპირატესობები ლეგლოკები არის. გამყრელიძე ძალიან ბევრი არ ვიცით, მაგრამ ეკვაზე ვიცით, რომ პოზიციურ მოთამაშე ნაკლებად არის. ნახოთ ეხა არბარი ეს აბოთი შემოვიდა. აი ხა სამკუთხედში. აი ხა ფინალმა დაიჭირა. აი ლეგლოკი გაუთი არის ხა. დემონი გააღვიძა გამყრელიძე ვეკუაში. ეს ეწრაფად მოჭიდაო ვეკუა. ძალიან მაგარი დაპირისპირება მქონია რა თქმა უნდა. გამაშიდა ტრიალებს ახლა იცავ. აპლოდისმენტები მეგობრებო, რატომ თავაზობენ მებრძოლები? თუმცა ეს ძალიან დამღლელი არის და შეეძლოთ რომელიც მოიგებს შემდეგ ბრძოლაში უკვე ძალიან დაღლილი იყოს. თემო შემდეგზე არ ვფიქრობ ეხლა სიმართლე გითხრა ისეთ ყველაფერზე უნდა იფიქრო სიტუაცია. შეხარ ჩვენ ორ შორის სორსრეტელი. გამყრელიძე დაღლილს გავს ახლა. კი, დაიღალა აშკარად დაღლილი არის. რამაც შეიძლება თამაში ხა შეცვალოს. ისო ფეხზე გადადის. გაჭიმას დიობს. ჰიუქს საკმაოდ ღრმად არის ფეხი შესული, ხო? მაგრამ ბაითი ჯერ არ აქვს, მაგრამ უახლოვდება, ხა ხელებს უნდა შეეძოს აუცილებლად ვეკუა, გაახსნოს და მერე ჩატრიალდეს. რასაც ნუ ამ ეტაპზე აკეთებს, თუმცა ძალიან მაგარი გულშემატკივრობა მიდის ეს მინდა აღვნიშნო. მადლობა ორივე გუნდის გულშემატკივრებს. გადაიჯაჭრნენ ერთმანეს, თავად ვეკუასაც აქვს ფეხი თავისაღებული. აი ეხლა ეს დაახლოებით 50-50-ზე სიტუაციები საკმაოდ ცუდი არის. რა ხდება? რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს აი პირდაპირ შოუს შუთაუთი არის.
რა თქმა უნდა უპირატესობა ყოველთვის იმ ადამიანს აქვს ვინც უფრო კაი ლეგლოკერი არის მაგრამ მაინც ხდება ყველაფერი აიოკი ლოკი აქვს აღებული ვეკუას საკმაოდ საშიშილეთი არის ეგეც და თუ მოახერხებს რომ ზეწოლა აი გაუშვა ხა ისევ ხიხუქზე მიდის მაგრამ არა აქვს ხა ხიხუქის პოზიცია უნდა გაუშვას ხა ეს ფეხი თავის ფეხს ყველგან ჯერ მხოლოდ ნახევარი დრო გავიდა მატჩის მეგობრებო ძალიან დაღლილი არ ხარ უნდა დავეთანხმო ლუკას რომ მხოლოდ ნახევარი გავიდა და ყველაფერი მოხდა მე ვეკუას ადგილას ახლა ფასინგზე ვიფიქრებდი და ზუგს იღებს ზუგი აიღო ზუგი და გაგუდავს ახლა მანტრელიზეს დიდი ალბათობით ნიკაპს ხოშ არ არის მაგრამ წნეხი მაინც არის სახეზე რა თქმა უნდა ისერი არ უჩანს უბრალოდ გამყრელიზეს სახში დატოვა კარგად იცავს თავს ნიკაპი კერთან ახლოს ხრების ზევით აჩეჩილი გეგონება არ იცის რა ხდებაო წონაში სხვა გავხლევთ მებრძოლები გავხლევთ ამდენ მისმე დაიღალე წონაში სხვა ბარ იცის წონაში სხვა ბარ არ იყოს რეალურად ფურცელზე ვეკუას გამყრელიძე ახლა უნდა ყავდეს გაჭემული ერთი სამჯერ ფურცელზე ну ფურცელზე არ შესაძლოა არ ვიცი მაგრამ ну ჯერ ერთი ვეკუა საკმაოდ გამოცდილი არ ვიცი მეგონი ერთი 10 წელია ვარჯიშში მაგას გულისხმობს ვარჯიშობ და თან ხოდან შეკება მინდა გამყრელიძეს აი სევ უტევს ხარსლაისერზე ლეგლოგზე თუმცა სურგიმა დაიტოვოს ჩემი აზრით და შეეცადოს რომ hand fighting-ით ეგრეთ წოდებული ხელების ზოლით ხელების იზოლირება მოახდინოს ამ ფეხი ანბარს ეძებს და ხელები არ უნდა გაახსნებინოს აპროიცებს რა გაუჭინავს კიდევაც ანბარს პირველი გამარჯვება ნიკავეკო გამარჯვებული და ბრავო გამარჯვებული ძალიან მაგარი პერფორმანსია ჩვენ გამარჯვებული დაღალა ვეკუა კი რა თქმა უნდა დაღალა ნიკავეკოს ხომ სასთან მივიდეს ამ ბრძოლაში გამ არმბარით გამარჯვებულია ნიკავეკოა კაპიტანმა მოიპოვა გუნდის პირველი გამარჯვება და მის წინააღმდეგ ახლა გამოვა დიდი კაცი ნიკოლოზ მუშკუდიანზე ეხლა თუ აქამდე ნანახი აკავთ ეს ადამიანი პირველ რიგში გეტყვით რომ წინა დაპირისპირებაში მან 3 ადამიანი გააგდო ზედიზედ მაგრამ ანალოგი ყავდა მას აი ომებში რომ გამნაღმელი ტანკები არიან ხო იცი აი მიუშვი ნაღმებით დატვირთულ მინდორზე და თავის წავედით 6 წუთი ეგრევე ფეხზე გადავიდა მუშკუდიანი ძალიან რთული დაპირისპირება როგორც ერთის ისე მეორე სხვადასხვა მიზეზების გამო ფიზიკურობა, ჯანი, მჭიდაობა არის მუშკუდიანის მხარეს, ტექნიკა ყოველ შემთხვევაში ამ განსხვავებიდან ნიკას მხარეს. სუფთა ტექნიკურობის კუთხით. ისაუბრო სავარაუდოდ ამ ეტაპზე ვეკუა წინ არის, თუმცა არც მუშკუდიანს არ აქვს ცუდი ილეთები და ცუდი ტექნიკა, ეხა ჰილჰუქს ეძებს. არა ძალიან მაგარი ბიჭია მუშკუდიანი. გაყრელიძე არ ჭიდაობს, ვეკუა ჭიდაობს, გთხოვთ შევცვალოთ. საკმაოდ ღრმად ხონდა, მაგრამ კარგად დაიცვა, ჩატრიალდა მალევე. ვეკუა და ასე გასათვალისწინებელია ეს ფაქტი, რომ ვეკუა საკმაოდ ელასტიური არის და ლეგლოკით დაფინიშება ადვილი არ იქნება შეუძლებელი, არასდროს არაფერი არ არის. ვინი მაგალეში დააფინიშეს, თეთრ ცხოვრება იძახდა რომ ლეგლოკები არ მუშაობს და მე კრეიგ ჯონსმა მაინც მოახერხა მეტეხა. მაგრამ ახლა ზურგია უღება და არ არის გამორიცხულო გაგუდოს. ძალიან ჯანიანია ხა მუშკუდიანი იმისთვის რომ აქედან გამოძრას ვეკუა. კიდევ ერთხელ ნახავთ თანცინებას ვეკუას დაუჯერო. მარცხენა იდაყრინა გაუხსნას ახლა
და შანსი რჩება. დაღლილი არის ეკლო საკმაოდ. მეშოლიეთან დაპირისპირების შემდეგ ტაისონმა დააძინა, ხო? თუ ტაისონმა დააძინა, მეშოლიეთან სასწაული ბრძოლის მერე მეორე დაპირისპირებაში დააძინეს. მან კამრებს ჰქონდა აზრი. ეხა არბარს ხო არ ამზადებს მუშკუდიანი არა. ცა აქ ვიმუშავებდი ხა მუშკუდიანის ადგილზე, რა სიტყვით? რასიზავდი? აქედან ვიმუშავებდი, არბარზე გადასვლა და პროცესს დაკარგვას არ გავაკეთე. 4 წუთი აქვს, უნდა იმუშაო ზურგიდან, ჯერ არბარზე გადასვლა და რამის გავსი არ იქნება კაი იდეა, თან ვიკუა რეალურად არ თუ ვერ ცდილობს გამოსვლას. ნახოთ ხა რამდენი ხან შეძლებს hand fighting-ს. გიგა კუხალაშვილი გეგონება არალეგალურად უყურებს. არალეგალურ სტრესს უყურებს. აკვირდება. დენაოიტმა არ დაინახოს. მაგრამ გამას დენაოიტი თვითონ არის. ჯერჯერობით ახერხებს. ხო და ძალიან ცუდი კუთხე ჩანდა. ეხა გადმოტრიალდნენ კამერისკენ, მარტო არა ისევ წავედით. ანუ 3 წუთი რჩება, 3 წუთი მეგობრებო, ბევრი დრო არის. თან მე კიდე თუ ესე დამთავრდა, კიდე 2 წუთი ექნება მუშკუდიანს შესატევად. ეხა ჩაკეტავს, მეგონი ჩაკეტავს ხელს. ჩაკეტავს მუშკუდიანი კი ბატონო, თავის უკანაც შეიტანა მარცხენა ხელი. არა, შემოწრი გაიხსნა, ფეხები გაიხსნა. ფეხები შემო შანსი აქვს ალბათ გამოუძოს. ზურგი უფრო უნდა გადაიტანოს ტატამისკენ რეალურად. ეხლა მით უმეტეს ხო ვეკუამს body triangle-ს ან ცხეულის სამკუთხედი აღარ არის და აქვს შანსი მას რომ გამოძრეს. ძანუს წონაში ეხლა ძალიან დიდი სხვაობა არის როგორც ხედავთ. და ძალაში სავარაუდოდ საკმაოდ დიდი სხვაობა არის მათ შორის. აი ხა აქვს შანსი, აქვს შანსი. ცოტი მოდუნებული არ ვეკვა არ ვიცი. ან ძალიან თავდაჯერებული არ ეხა აქვს შანსი რომ გამოძრეს. როგორი აქვს თავდაჯერების მიზეზი, საიდან გამოძრა ეს ბიჭი? მაგრამ პატივი უნდა შეოპონოს ყოველთვის. აი ხა ზურგი გადაიტანა ტატამზე და მაუნტი დათო, თუმცა გამოძრა ეხა ცხეულის ხელი სამკუთხედი უტევს. მუშკუდიანი, ნახოთ ამდენად კაი ხელი სამკუთხედი აქვს. ბულდოზერს ეჭიდაობა, ეხა ნიკავეკუა მეორე ჯახში. და მაინც დიდი ჰიქსონ გრეისის თქმის არ იყო დაცვა. არის მომენტი თუ ვიცი რომ ვერ მოგუდავენ, ვერ დაგამარცხებენ, მაშინ რაღაც მომენტში შეუგანესია დაცვა. ჯუჯუში. და ეხა უკვე ნიკავეკუას მიზანია ბუნებრივი რომ გადარჩეს და ბალწოდი მეგობრებო. აქედან ვიცი რა არის აქ საინტერესო თემა. აქედან დავსეხა. ვეკუამ თუ გააგდო მუშკუდიანი, ვეკუამ თუ გამოთიშა მუშკუდიანი, მხოლოდ ამიკორჩება Black Eagles. და აქეთ ვადი და გაბრიელ ბარანიაჩები. ბრავო ნიკავეკუა. კაპიტანი იბრძვის თავისი გუნდისთვის, გაცდა ფეხებს. შანსი აქვს თან რაღაც დონეზე მაინც დაისვენა. და ლეგობზე უტევს. არა გამოჩნდა ვიჰუკ შეუტიოს. კარგად დაიცვა ეხლა. მუშკუდიამ ასევე კარგად ჩატრიალდა და აბსოლუტური სიგიჟე. 15 წამი რჩება ძირითადი დროის დასრულებამდე. აი ამ მოცემულობით უპირატესობას აიგებს მუშკუდიანი. მაგრამ რაც ნახეთ ძალიან უნდა გაუჭირდეს, თუნდაც ზურგიდან დაფინიშება მუშკუდიანს აგერ. დასრულდა ეს საოცარი შეხვედრა მეგობრებო. სავარაუდოდ ველოდებით საჯების გადაწყვეტილებას. ნახოთ. ზოგადად გადარჩება. დომინანტურ პოზიციას. ხორს გადარჩება. იმედი მაქვს ზოგადად გადარჩება. აუ ზოგადად გადარჩება თვალიაშვილი, იმედია კარგად არის. ძალიან დასანავი. საჯები თუ მზად არიან გვითხრან? აი მუშკუდიანი, აი ხა უკვე იგრძნო მან უეკუას ძალა ამ ბრძოლაში.
წამოაყენა. რა ხდება? ხო, კი ბატონო, წითელი. დომინანტურ პოზიციას მიიღებს ნიკა მუშკუდიანი. ნიკა აიღებს ახლა ზღურს და წუთ ნახევრის განმავლობაში ესწრება დაასრულოს ეს შეხვედრა. ახლა კიდე ორი უნდა გადარჩეს. წუთნახევარი, რატო ამგვალებს წუთნახევარი? წუთნახევარი არის? დიდი ბოდიში. მე მგონი ამგვალებთ თემ. 30 წელს ხუთზე ვიცავ. 2 წუთი არის უკაცრავად. თუმცა არ არის აუცილებელი რომ წუთნახევარი მან დარჩე და გადარჩე, შეიძლება რომ გამოძრო. კი ბატონო. მოახერხო. და ამით დასრულდება ყველაფერი. ყველაფერი არ არის ეს მატჩი. აპოკალიფტური სცენარი დავხატე. Mutual destruction. რა ხდება აქ? ზურგი აქვს აღებული რა თქმა უნდა უშკუდიას და შემოტრება თუ შეძლო ეკوام და პოზიციიდან გამოსვა თუ შეძლო მაშინ ძალიან ცუთხეში იქნება ბრეკინგი ძალიან ცუთხეში ეკوامს შემოტრები უხვად არიან 30 წამი რჩება. ძალიან მაგარ მატჩს ატარებს ნიკა ეკوام ამდული კაპიტანი სავარაუდოდ აღარ შესწევს მუშკუდიანს ზალა რომ ნებები ძალიან დააფინიშოს მერე და დიდი ალბათობით ორივე მოჭიდავე გავარდება. შეიძლება ეკო აღმოჩნდეს ის ნაღმი რომელიც საბოლოოდ შეაჩერებს ამ შეუძლიეს რამე უნდა აი ზუსტად მაღაზია მიდის დაუჩა და გაცდა გამოიგო ხელი ეკოა ბრავო ნიკა ეკოა ისმენდები მეგობრებო ეს იყო ხმირობა რაც მაგააკეთა მეორე მატჩი მივიდნენ მებრძოლები მსაჯთან გააგდო მუშკუდიანი ამ ძალიან დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებული არ გამოვლინდა და გვაქვს პრე ორივე მებრძოლი დატოვებს გამას პირს და როგორც ჩანს სანამ ლაპოლიანსკი ჩაერთვება საქმეში მანამდე გაბრიელ ბარამია და ეჯახება ამიკოსიმონიშვილს ყავს ერთადერთი მაგრამ განუმეორებელი ამიკა სვიმონიშვილი კაპიტანი ერთვება თამაში რომელსაც დაუპირისპირდება გაბრიელ ბარამია მეგობრებო კოსანოსტრას კაპიტანმა თავის საქმე გააკეთა ეხა ჯერი ბლეკ იგლის დამფუძნებელზე ამიკო სვიმონიშვილზეა გაბრიელ ბარამიას წინააღმდეგ საინტერესოა ეხა ეჭიდაობა თუ არა ამიკო გაბრიელს ფეხზე გაბრიელი 15 წლიანი გამოცდილებით არის თავისუფალ ჭიდაობაში ამიკოს არ აქვს ცოტა დაუნა მაგრამ საინტერესო არის ესე უნდა გამოიყენო გამასპირსა და ფეხში შესვლაცა და ამ ეტაპზე მარტივად დაცულია ეცებს სვიმონიშვილი ბარამიას ეხა თვითონ ბარამიამ გადაიყვანა მაგრამ ეგრევე ფეხზე წამოდგა არ ჩაყვა პარტერში ეს ენგეიჯმენტი გააკეთა მოდი ვიჭიდაოთ მოჭიდავება რომ ეხლა ბარამია თუ გამოაგდებს ამიკოს ამითი თავი დასრულდება ყველაფერი არ დასრულდება მაგრამ ეს შეჯიბრი დასრულდება ისე ხალხს ნუაშინო ინუერთი დამიკო თუ გინახავს და ინუერთი დამიკო თუ მინახავს კაი კითხვა არის მე მგონი კი ჰარლი დევიდსონი გონია ხა ბარამიას წავით შემოტრიალდა დამიკო არა საერთოდ გასცეს არ ბარი შეწყობა ბარამია შეყვა თამაში და ამიკო გაასამიკო ბრავო ამიკო სვიმონიშვილმა ხა იდეალურად შეასრულა სამუშაო თან ბევრი ენერგიის დახარჯვა არ მოუწია და შეწყობა გამოიყენა ძალიან მაგრამ ეხლა ვნახოთ გაიჭირია ამიტომ და წუთ ნახევარში არბარი იპოვა თუ შეიძლება მსაჯთან მივიდნენ მებრძოლები ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული არბარი წუთ ნახევარში ამიკო სვიმონიშვილი ამიკო სვიმონიშვილი გამარჯვებული და ლაპოლიანსკი შემოდის და მეგობრებო ამ დაპირისპირების მთავარი ბრძოლა რასაც ყველა
ველოდებოდით ორი დათვი ამიკო სიმონიშვილი და ვლად პალიანსკი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა. წავედით. წონაც დაახლოებით იგივე. ჯანი და იდეალური დასასრულია ეხლა ეს ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში კიდე გამომდინარე რომ ორი უძლიერესი ამ გუნდიდან ეჯახება ერთმანეთს და ეს ხდება ბოლო მატჩში. გარდი გაჭიმა რეალურად ხლა ტეიქდაუნი ეგ არ იყო სავარაუდოდ პოლიანსკის მხრიდან. ნახოთ ეხლა რისი შექმნა შეუძლია ამიკოს გარდიდან. სავარაუდოდ ვლად საკმაოდ ისეთი ძიმებაზე ანუ ესე კაი ეკვილიბრიუმი ექნება, მოცევა რთული იქნება სავარაუდოდ. წონასწორობას ორი დათვი გამართმიძე აქ. არა, ხო ნუ უნდა წონასწორობა ყოველთვის დაურღვიო. ზურგიდან რომ რამე შექმნა, მოცევა იქნება საბმიშენი და ასევე ნახოთ ეხლა ვლადის ფასინგი როგორ გამოიყურება. აუ, ფეხი მიაწყა ეხლა ყელში, ნუ შემთხვევით თავი დაეჯახა ნიკაპში. ძიმეთს უკრავს. ერთი ვადი ძვეს უკრავს, და ეხლა თავი დაეჯახა ნიკაპში ამიკო. თუ დააკვირდით ამა და რაღაც მეგონა რომ უცბად რაღაც დანოგდა უნდა, ვადი. ნექსებზე უტევს ეხლა ამიკო. ამიკა სიმონიშვილმა მოუტანა საკუთარ გუნდს აპლოდისმენტები მეგობრებო. რუსთავის გუნდი ბლეკიკო. სასაული ჯახები ვიხილეთ. იმედია ყლაც ფეხი კარგად აქვს. ერთი ტრავმა უკვე ვიხილეთ დღეს და მეორეს ნახვა ნამდვილად არ გსურს. მაგრამ ყველა მონოდინი გაამართლა აი ამ ორი გუნდის დაპირისპირება. აბსოლუტურად ყველა. ამ შეხვედრაში გამარჯვებულია ამიკა სიმონიშვილი. ეს იყო კაპიტანების დაჯახება. ძალიან გუნდურ საძივრებში ამ გამარჯვებით გუნდურ საძივრებაში გაიმარჯვა Black Eagle BJJ მიუცალოთ მეგობრებო. თლიანად აი ამ ორი გუნდის ჯახი იყო კაპიტანების დაპირისპირება. ერთი რო სტრატეგია და მეორე ერთმანეთს გააკეთა თავის საქმე ზედმიწევნით და მეორემაც. გუშინაა მებრძოლები წაწია თავისი გუნდი ეკვა, მერე დაეწია ამიკო. შემოატრიალად პრაქტიკულად წაგებული ბრძოლა ამიკო. უღრმესი მადლობა ორივე გუნდს აი ამ შოუსთვის. და ეს არის რაც გახდის გრეპლინგს ცნობაც ზოგადად საქართველოში და პოპულარს. გამა გრეპლინგის მეორე გუნდურ შეჯიბრში კოზანოვსკა და Black Eagle BJJ შორის გამარჯვებულია და დაუმარცხებლის სტატუსი ინარჩუნებს Black Eagle BJJ. ბრავო. ძალიან მაგარი პერფორმანსი. მართლაც რომ ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს და თემო. ორი სიტყვით რა შევაფასოთ დღევანდელი ივენთი. აი რა ვნახეთ ახლა ჩვენ. საინტერესო ბრძოლები ვნახეთ და როგორც ახსენე ალბათ ყველაზე მართლა სწორი ჰაილაიტი გააკეთე, ანუ კაპიტნების არაპირდაპირი ჯახი ვნახეთ, რომელსაც საკმაოდ კარგად შეასრულეს თავისი ასე ვთქვათ საქმე, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ამიკომ ბოლო ორი ბრძოლა ძალიან სერიოზულად შემოატრიალა, რაც არ არის მარტივი. ხო, არ არის პირველ რიგში თუ შეიძლება ვიწევთ კონტროლს კაპიტანს მიგავეკუას გაბრიელს უფრო უნდა შეძლებოდა უფრო დაიღალა შესაძლოა რაღაც გამოსულად, მაგრამ საკმაოდ ისეთი არ იყო. პირველ რიგში მოდი მოვუსმინოთ აპლოდისმენტები მიგავეკუას და კოზანოვსკას მეგობრებო, როგორ მოგეწონა. ნიკა ჩემი აზრით და მთელი დარბაზის აზრით სასწაული გამოსვლა გქონდათ თელ გუნდს განსაკუთრებით შენ რომ გაგვიზიარო შენი აზრები რა მოხდა როგორ დასრულდა როგორ შეაფასებდი შენი გუნდის გამოსვლას მოგესალმებით ყველას გამარჯობათ ცოტა დაღლილი ვარ და
სიტყვებს ვარჩიებ ძალიან რთულად, მაგრამ მადლობა რომ მოხვედით, გამას მადლობა ორგანიზაციისთვის. გიოცავთ ამიკო, გიოცავთ Black Eagle რუსტავი. მადლობა დაპირისპირებასთვის. ჩვენთვის პატივისცემა ჩვენგან და გისურვებთ მოგებას სულ ბოლომდე ამიკო წაიყვანოს შენდი გუნდი ფინალამდე. მადლობა. ბიჭებო. როგორც ვიცით, მოგება, წაგება, ყველაფერი სპორტი არის, მოიგეთ, თავი არ აწიოთ, წააგეთ, არ დაიგრუზოთ. ჯერჯერობით ასე ვართ, ტაქტიკური შეცდომები ბევრი გქონდეს, მაგრამ მომავალში დაბრუნდებით უფრო ძლიერად. მადლობა ყველას, რომ მოხვედით. გარეთ სიცივე არის, მაგრამ აქ შიგნით სითბილია. თქვენს გამო, მადლობათ. გავაცილოთ და აპლოდისმენტები ნიკა ვეკუა კოზანოტრას კაპიტანი. ახლა კი გამარჯვებული გუნდის კაპიტანს ამიკა სვიმონიშვილს აპლოდისმენტები მეგობრებო. ამიკა მე ვიცი პირველ რიგში ელოდებოდი შენი გუნდის გამოსვლას, გაინტერესებდა როგორ გამოვიდოდნენ ბიჭები. კმაყოფილი ხარ თუ არა შენი გუნდით როგორ ველაპარაკო? გამარჯობა ყველას. ძალიან მიხარი ხართ აქ რო ხართ. ჩვენ გვერდშიო ხართ, გვიყურებთ, ამ სპორტს წივწევთ, ვანვითარებთ და რაც უფრო პოპულარული გახდება ეს სპორტი, მით უფრო გავიზრდებით და მით უფრო მაგარ შოუს შემოგთავაზებთ. გუნდი კოზანოსტა არის ძალიან მაგარი გუნდი. სიმართლე გითხრათ, ფავორიტები ისინი იყვნენ ჩემი აზრით, ბევრად უფრო მაგრები არიან. უბრალოდ დღეს ჩვენი დღე იყო, ჩვენ გაგვიმართლა და ჩვენ ვართ გამარჯვებულები, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ის ცუდი გუნდია, წააგეს და ასე შემდეგ. დღეს ჩვენი დღე იყო უბრალოდ. დაში მათ. ჩემი ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ. როგორც შეეძლოთ, ზოგს ლევანი ყოლბაია მინდა აღნიშნო, რომ პირველად გამოვიდა შეჯიბზე და ესეც გამაში მოხდა. გიორგი, გიგი და ნიკამ ძალიან მაგარი პერფორმანსი აჩვენეს და შემდეგ მე დავამთავრე. რუსტავს გაუმარ? 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 კარგი, სანამ დავამთავრებდი, მოდი გვესაუბრე ჩვენს ორ ახალწეულზე. სად იყო ეს ხალხი განსაკუთრებით, ლევანზე უკვე შენ ახსენე, გიორგი გამყრელით სად ყავდა, რომელმაც ნიკა ვეკუას ასეთი რთული მატჩი შესთავაზა, რომელიც თეთრი კამარია და რატოა თეთრი კამარი? ესეც რო აგვიხა თუ შეიძლება. რატოა თეთრი კამარი საიდუმლოა, ამას არ ვიტყვი. სად იყო კი? უბრალოდ არ მოხდა ისე, რომ გამოჩენილიყო და დარწმუნებული ვარ თქვენ გულებში, ეხა გიორგი გამყრელიძე შეინარჩუნებს ადგილს და ლევანი ყოლბაიაც ასევე. მივლოცოთ და გავაცილოთ ამიკა სვიმონიშვილი. მე ამიკას ვერ დავეთანხმები იმაში, რომ უბრალოდ გავუმართლათ, ჩემი აზრით ეს იყო ძალიან მაგარი პერფორმანსი Black Eagle-ის. ასევე კოზანოსტრას, მაგრამ უკეთესები იყვნენ დღეს Black Eagle. კი, სხვათა შორის, გამართლებებიც ხდება ამ ფორმატში, ზოგადად სპორტში, მაგრამ ხო მეც ვიტყოდი, რომ ეს იყო მეგობრებო ჩვენი დღევანდელი შეჯიბრი. ერთ კვირაში ისევ აქ, ისევ გამაგრებლინგი გეოლდებათ. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლეგიონი და ლოკენჩოუკი, რომელსაც დააგვირგვინებს ლეო ბუაჩიისა და დავით ბადურაშვილის მეინ ივენთი. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. ოს! ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეს მართლა, ძალიან მაგარი მატჩი იყო, ამას ეს ვიდეო რა თქმა უნდა ხშირად საყურებელი და გასაანალიზებელია თავის პერფორმანსებით, თავისი გეგმით, დავდადებით. დებიუტანტები როგორ ეჭიდავდნენ გამოსულ გრეპლერებს, როგორ გააგდეს ისინი, როგორ გააჩერეს ისინი, ხო, გაანეიტრალეს. დემო. კი, საკმაოდ საინტერესო იყო, საინტერესო ბრძოლა იყო, როგორც ვახსენეთ და რა ვიცი, იმედია კიდევ ბევრს ვიხილავთ ესეც. აუცილებლად ბევრს ვიხილავთ ესეც. გამა ფაით ჰოლიდან. რა თქმა უნდა, არ დაგაუწყეთ 21 თებერვალს შემდეგ კვირას. ლეგიონი ლოკენჩოუკის წინააღმდეგ. თემო იმედია ჩემთან ერთად იქნება. არ გამყიდი შენს გუნდზე. ნახოთ. გამოჩნდება ვინ უფრო გიყვარს. რთულია ხოლმე.
ესე თქვა წაყვანა ემოციურობის გარეშე თან გაფრთხილებული მყავს ხოლმე ზოგადად რთული ტენსიური არისო რაღაც ზონეს მაგრამ სხვაშორის ნუ აი ხა დღეს რაც მოუვიდა ვასოს ერთ-ერთი გუნდის ლიდერია რეალურად ლოკენ ჩოუკის და გიორგი ჯამაიანო არზის გუნდში ამ ეტაპზე ეგრე გადაწყდა მაგრამ ვასო იჯდა და შესაბამისად საკმაოდ დიდი დანაკლისი არის მათთვის და იმედი მაქვს ხოლმე ვასოს უსურვებთ რა თქმა უნდა ჯანმრთელობას და იმედი მაქვს რომ ჩანაცვლებაც მოხდება ვასოს უსურვებ დროულად გამოჯანმრთელებას ძალიან მაგარი იმედი გველოდება შემდეგ კვირას დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ და subscribe-ოთ გამა FC TV ასევე გამა Fight Hall-ში ქსნის პირ 2 ნომერში ყოველ შაბათს შეგიძლიათ იხილოთ გრეპლინგი, მუშტიკრივი, MMA, არც უკვე TFC-ს ივენთებიც გაიმართება. Gamma Fight Hall-ში რაც ძალიან მაგარი ამბავია, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მებრძოლი შეგიძლიათ გაიგოთ, გაიცნოთ ამ ივენთებზე. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. თქვენთვის საღამოს უძღვებოდით თეო მამაცაშვილი და გიორგი ბუჩიკური დროებით.